დღეს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ დასუფთავების აქცია გამართა. ამჯერად ნაციონალებმა სანაპირო ზოლი თამარის დასახლებაში დაასუფთავეს. აქციის ეჭერის გარემოს დაცვის სამმართველოს ჩაერთო. ახალგაზრდა ნაციონალები ამ აქციით მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ არ დააბინძურონ სანაპირო ზოლი. იმისა, რომ შესაბამის სამსახურები მუშაობენ და ასუფთავებენ, საზოგადოების მხრიდან მაინც ხდება და დაბინძურებული ტერიტორიები, ასე ვთქვათ, არსებობს. ჩვენ შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, თითოეულ ადგილს, დაბინძურებულ ადგილს ბოლომდე მივყობით, ბოლომდე დავასუფთავებით და მე ყველას მოუწოდებ, რომ საქართველო იქნება აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, თუ ყველა ეკოლოგიურად ვიაზრონ. ყველას მოუწოდებ და ისეთივე ლამაზი იყო ჩვენი პლაჟი, როგორც სხვა ქვეყნებში და გვინდა რომ ჩვენ ეს მივახცეთ და ხალხმა შეიგნოს, რომ აღარ დავყაროთ ეს პოლიეთილენის პარკები და ესე ვთქვათ ნაგავი პლაჟი. ჩვენ საზოგადოებას მოუწოდოთ ის, რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეპყროთ გარემოს დაბინძურებას, გარემოს სისუფთავეს, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ როგორც მოვეპყრობთ ჩვენ გარემოს, ის რო იყვენ, ისე მოგვეპყრობა ისიც ჩვენ.